ირანმა დაბლოკა საკუთარი ცა სწორედ მაშინ, როდესაც ტრამპმა გააუქმა ამ კვირის ბოლოს დაგეგმილი მოგზაურობა. არ წავიდა საკუთარი შვილის ქორწილში და დაბრუნდა თეთრ სახლში, კრიზისის ყველაზე დაძაბულ მომენტში. ამ შაბათს 2026 წლის 23 მაისს თეირანმა შეზღუდა ფრენები ირანის საჰაერო სივრცის დასავლეთ ნაწილში. გრძნობიარე ტერიტორია ნებისმიერი თავდასხმის სცენარში, რომელიც მოდის ისრაელის, ერაყის ან ახლო აღმოსავლეთში მდებარე ამერიკული იკული ბაზების მიმართულებიდან. ამასობაში ვაშინგტონი განიხილავდა ახალ ვარიანტებს რეჟიმის წინააღმდეგ. ტრამპმა ამას ჩვეულებრივ საკითხად არ ჩათვალა. მან უარი თქვა შაბათ კვირის გარეთ გატარებაზე, აცნობა რომ ვაშინგტონში დარჩებოდა სამთავრობო საქმეების გამო და პოლიტიკური გზავნილი ჰაერში დატოვა. თუ ირანი ასე დარწმუნებულია საკუთარ თავში, მაშინ რატომ გააცარიელა საკუთარი ცა? თუ ტრამპი სერიოზულ პასუხს არ ამზადებს, მაშინ რატომ დატოვა ოჯახური ვალდებულებაც კი, რომ თეთრ სახლში დარჩენილიყო და როგორ აპირებს თეირანი შეერთებული შტატების დაშინებას? როდესაც თვითონ რეჟიმი იქცევა ისე, თითქოს შემდეგ დარტყმას ელოდება. ყველაფერს მალე გეტყვი, მაგრამ ეხლა გინდა რომ არხზე გამოიწერო, რომ ინფორმირებული დარჩე. ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავთ, სანდოობის სტანდარტით, მილსონ ალვესი. ტრამპმა არა მხოლოდ შეცვალა დღის წესრიგი, არამედ უარი თქვა ვაშინგტონს გარეთ დაგეგმილ შაბათ-კვირაზე, მათ შორის დონალდ ტრამპ ჯუნიორისა და ბეტინა ანდერსონის ქორწილში ბაჰამებზე დასწრებაზე. როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა ამერიკის დედაქალაქში დარჩენა მთავრობის გადაუდებელი ვალდებულებებით ითახსნა, მაშინ როცა სხვა წყაროები მიუთითებენ, რომ ეს გადაწყვეტილება ირანსა და ისრაელთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს უკავშირდება. ფაქტობრივად პოლიტიკური სურათი ძლიერია. იმ დროს, როცა თეირანი ცას კეტავს, დონალდ ტრამპი თეთრი სახლის სარდლობის ცენტრში გადადის და აშკარად აჩვენებს, რომ ეს საკითხი პრეზიდენტის დღის წესრიგის სათავეშია. ირანის საჰაერო ბლოკადა ძირითადად დასავლეთ საჰაერო სივრცეს ეხება, რაც ყველაზე მგრძნობიარე ზონაა თავდასხმის შემთხვევაში. ისრაელიდან, ერაყიდან ან ახლო აღმოსავლეთში მდებარე ამერიკული ბაზებიდან მომავალი. შეზღუდვები დაწესებულია ისეთი აეროპორტებში, როგორიცაა თაბრიზი, ქერმანშაჰი, ავასი, შირაზი, იაზდი, ქერმანი, ქიში და აბადანი. უბრალო ენაზე რო ვთქვათ, ირანმა დახურა საკუთარი ცისკარი იქ, სადაც ყველაზე მეტად ეშინია საფრთხის შემოსვლის. ეს არ არის ჩვეულებრივი გადაწყვეტილება სამოქალაქო ცხოვრებისათვის. ეს არის სიფრთხილის, თავდაცვისა და გააზრებული შიშის გადაწყვეტილება. ეს ნაბიჯი გადაიდგა კვირების განმავლობაში მიმდინარე ომის, მუქარებისა და შეჩერებული მოლაპარაკებების შემდეგ. შეერთებული შტატები ზეწოლას ახორციელებს, რათა ირანს არ მისცეს ბირთვული შესაძლებლობის შენარჩუნების უფლება და ხელახლა გახსნას ჰორმუზის სრუტე შანტაჟის, გადასახადის ან ირანის კონტროლის გარეშე, რომელიც საერთაშორისო გასასვლელია. როდესაც ქვეყანა ზღუდავს სამოქალაქო ფრენებს, ამცირებს გადაადგილებას საკუთარ ტერიტორიაზე და თავდაცვას განგაშზე აყენებს, ის მსოფლიოს ეუბნება, რომ უკვე მუშაობს თავდასხმის, საფასუხო დარტყმის ან რაკეტების გაშვების სცენარზე. სწორედ აქ ხდება ფაქტი მნიშვნელოვანი. თუ ირანის რეჟიმი თავს მშვიდად გრძნობდეს, ცის დაცლას არ დასჭირდებოდა. თეთრი სახლიც მზადყოფნის რეჟიმში გადავიდა. CBS-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ემზადებოდა ირანის წინააღმდეგ სამხედრო თავდასხმების ახალი ტალღისთვის, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მასალის მომზადების მომენტისთვის მირებული არ იყო. იგივე წყარომ აღნიშნა, რომ სამხედრო და სადაზვერო სფეროს წევრებმა გააუქმეს გეგმები მემორიალის დღის შაბათ-კვირისთვის, რაც ვაშინგტონში ოპერაციული სიფრთხილის ნიშნად შეფასდა. ირანმა დახურა საჰაერო სივრცე, რადგან მიხვდა, რომ ამერიკული ზეწოლა სიტყვებიდან უკვე კონკრეტულ ვადებზე გადავიდა. შაბათ-კვირა რისკის ფანჯარად იქცა. ტრამპი ვაშინგტონში დაბრუნდა. სამხედრო მრჩევლები მზადყოფნაში გადაიყვანეს, თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა განრიგები შეცვალეს და რესპუბლიკელმა სენატორებმა დაიწყეს საჯარო მოთხოვნების გამკაცრება, უფრო მკაცრი პასუხის მისაღებად. სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარემ როჯერ უიკერმა ტრამპს სთხოვა უარი თქვას ნებისმიერ სუსტ შეთანხმებაზე. და მისცეს შეიარაღებულ ძალებს საშუალება დაასრულონ ირანის სამხედრო შესაძლებლობების განადგურების განადგურება და ხელახლა გახსნან ჰორმუზი. ეს ზეწოლა კონგრესში ამყარებს მთავარ თეზას. ირანი უბრალოდ რუტინულად არ კეტავს ცას. ის კეტავს ცას, რადგან იცის, რომ ტრამპს გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგებენ. რესპუბლიკელთა ბანაკში იზრდება მოსაზრება, რომ ნებისმიერი უკანდახევა თეირანის მიერ გამარჯვებად იქნება გაყიდული. ტრამპის მოკავშირეებისთვის ირანის რეჟიმი მხოლოდ ფასს, ძალას და შედეგს აღიქვამს. სწორედ ამიტომ აქვს პრეზიდენტის თეთრ სახლში დარჩენას პოლიტიკური მნიშვნელობა. ის ვაშინგტონში არ დარჩენილა მხოლოდ დიპლომატიური ნოტის გასაკონტროლებლად. ის დარჩა, რადგან კრიზისი შეიძლება ქმედებაში გადაიზარდოს. ირანულ მხარესაც გათვლა სახიფათოა. მაგრამ ეს სტრატეგიაც სისუსტეს აჩვენებს. მყარი მთავრობა საჰაერო სივრცეს ფუნქციონირებად ინარჩუნებს.
უთხეში მიმტყდეული მთავრობა ფრენებს ზღუდავს, თავდაცვას ამოძრავებს, საპასუხო ქმედებით იმუქრება და ცდილობს შიში პოლიტიკური იარაღად აქციოს. დიპლომატიური მედიაცია გრძელდება, მაგრამ რეალური პროგრესი არ არის. The Guardian-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კატარმა თეირანში მედიატორები გაგზავნა ჰორმუზის გახსნისა და ბირთვულ მოლაპარაკებებზე საუბრის ფონზე. იმ დროს, როცა ჩიხი გრძელდება საზღვაო გასასulis კონტროლის, გამდიდრებული ურანის მარაგისა და ამერიკული მოთხოვნების გარშემო. პრობლემა ირანისთვის ის არის, რომ ვაშინგტონმა უკვე უარყო იდეა, რომლის მიხედვითაც თეირანს შეეძლებოდა საერთაშორისო მარშრუტი რეჟიმის პოლიტიკურ საკუთრებად მიეჩნია. საჰაერო სივრცის დახურვა ასევე აზიანებს ავიაკომპანიებს, მგზავრებს და საერთაშორისო მარშრუტებს. თვითმფრინავებს უწევთ მარშრუტის შეცვლა, მეტი საწვავის ხარჯვა და არასტაბილურ ზონებს თავის არიდება. Reuters-მა უკვე აჩვენა, რომ ირანთან ომმა გამოიწვია საჰაერო შეზღუდვები, მარშრუტების გადახვევა და ხარჯების ზრდა კომპანიებისთვის, მაგალითად Air India-სთვის. როდესაც ირანის ცა იკეტება, გავლენა მხოლოდ თეირანში არ რჩება, ის ვრცელდება აზიის, სპარსეთის ყურისა და ევროპის საჰაერო დერეფნებზე. ტრამპმა იცის, რომ ეს ეკონომიკური და სამხედრო ზეწოლა შეიძლება პოლიტიკურ უპირატესობად იქცეს. როდესაც ის შვილის ქორწილში წასვლას აუქმებს, პირდაპირ გზავნილს უგზავნის მოკავშირეებს, მოწინააღმდეგეებს და თავად ირანს. ეხლა პრიორიტეტი შეერთებული შტატების უსაფრთხოებაა. ეს გადაწყვეტილება ძლიერ სიმბოლურია, რადგან ეს ეხება ოჯახს, პირად გეგმებს და საჯარო გამოჩენას. პრეზიდენტი, რომელიც უარს ამბობს პირად ღონისძიებაზე შაბათ-კვირას, აჩვენებს, რომ თეთრი სახლი ამ შემთხვევას სახელმწიფო მნიშვნელობის საგანგებო ვითარებად განიხილავს. ირანის რეჟიმი ცდილობს პასუხი გასცეს დაშინებით. რევოლუციური გვარდიისთან დაკავშირებული მედია საშუალებები კვლავ იმუქრებიან მკაცრი პასუხით, თუ შეერთებული შტატები განაახლებს თავდასხმებს. მუქარა მიზნად ისახავს არა მხოლოდ ამერიკულ ბაზებს ახლო აღმოსავლეთში, არამედ შეერთებული შტატების მოკავშირეების სტაბილურობასაც რეგიონში, თუმცა ამ რიტორიკას აქვს თავისი ზღვარი. რაც უფრო მეტად იმუქრება თეირანი, მით უფრო ეხმარება დონალდ ტრამპს იმაში, რომ სამხედრო ზეწოლა არ არის პროვოკაცია, არამედ შეკავებაა. ისრაელი ამ სცენარში ერთვება როგორც ძალა, რომელიც არ სურს ირანს დრო მისცეს. სანამ თეირანი ჰაერის სივრცეს კეტავს და ვაშინგტონის შემდეგ ნაბიჯებს ხელახლა აფასებს, ისრაელი განაგრძობს ჰეზბოლას, ირანულ რაკეტებსა და მომარაგების მარშრუტებს პირდაპირ საფრთხეებად აღქმას. ეს ზრდის ამერიკული გადაწყვეტილების მნიშვნელობას, რადგან დონალდ ტრამპი მხოლოდ დიპლომატიურ დაპირისპირებას არ ებრძვის. მას ერთდროულად საქმე აქვს მოკავშირეებთან, მტრებთან, სამხედრო ბაზებთან, სავაჭრო მარშრუტებთან და ბირთვულ რისკთან, ერთსადა და იმავე დაფაზე. ყველაზე სენსიტიური საკითხი ახლა დროა. ირანის საჰაერო გაფრთხილება ძალაშია 25 მაისამდე, თუმცა ეს ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს თუ რეჟიმი ჩათვლის, რომ საფრთხე კვლავ არსებობს. ასეთი ტიპის კრიზისებში დრო გადამწყვეტია. ყოველი საათი, როცა ცა დახურულია, მიუთითებს, რომ ავიაკომპანიები, სამხედროები და მთავრობები ირანის საჰაერო სივრცეს საფრთხის ზონად მიიჩნევენ. და ყოველი საათი, როცა დონალდ ტრამპი ვაშინგტონშია, აჩვენებს, რომ თეთრ სახლს არ სურს სარდლობის ცენტრს მოშორებით აღმოჩნდეს. სოფლიოს ესმის, რომ შემდეგი ამბავი შეიძლება თეირანიდან, ვაშინგტონიდან ან გზაში არსებულ რომელიმე სამხედრო რადარიდან გავრცელდეს. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველ დღე სიმართლეზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია მოგაწოდო. ახალი ამბების ბულები ვიდეოს აღწერაშია მოცემული. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.